გაუმარჯოს YouTube-ს ყველას მოგესალმებით. მაგრამ სადაც ერთ 2-3 კვირაში უკვე ალბათ ახალი სეზონის გახსნა მოგვიახლოვდა, როგორც გავიგე 23-ში იხსნებოდა, დღეს კია 4 რიცხვი, სადაც 19 დღეში რა. ხოდა. კიდევ ერთხელ დღეს მინდა ესეთი საჩვენებელი სროლები გავაკეთო. ჩემი TOS BM 16 კალიბრიდან. ესეთი ტოფია. იცით ეს ტოფი ჩემ ვიდეოებში ნანახი გაქვთ. არაერთხელ ხოდა წელს რატომღაც გადავწყვიტე რომ ამ 16 კალიბრით გავხსნა სეზონი. დღეს მარტო ვარ ირაკლის ვერ შეძლო რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო დღეს. არა და ვიდეოებიც გაგვიგრძელდა უკვე, кайხანი არაფერი აღარ დაგვიდია და სეზონის გახსნამდე გვინდა რომ რამოდენიმე ვიდეო კიდე დავდოთ. ეს არის 16 კალიბრის ვაზნები, ჩემი დატენილებიც, საფირმოებიც, სხვადასხვა ბრენდის და შევადაროთ რა იქნება, როგორ იქნება. დღეს ისევ ტრადიციულად ქარია ამ ქვასთან არის 25 მეტრიანი მანძილი გადაზომილი. აი ჩვენ სამიზნემდე. დამსავი უკეთია მიკროფონს, მაგრამ იმედია რომ ძალიან ქარი არ ჩაახშობს ჩემს საუბარს. ისეთი სიცხეები დაიჭირა რომ იმიტომაც ერთ-ერთი მიზეზი იყო ის რომ არ მოვდიოდით გადასაღებად, გაუსაძლისი სიცხეები დგას 1-2 კვირა აქ აღმოსავლეთში. ეს ნახეთ ეს მაღლობები სულ მომწვანეთ ბიბინებდა ძველი ვიდეოებიდან თუ გახსოვთ სულ გადახრიოკებულ მომწვარია, ნახეთ რა ხდება. ასე თუ გაგრძელდა ალბათ მწყერი სეზონი აქ აღმოსავლეთში ძალიან ცუდი გვექნება. აი ალაგ-ალაგ არის მარტო ისეთი ბალახი შენარჩუნებული, რომელიც სიცხეს ძალიან უძლებს. თუ იქით რო გახედავთ, ნახეთ სულ მოხრიოკებულია ყველაფერი. სიცხეზე ისეთი რომ შეიძლება გადაგადნოს და სახელი და გვარი დატოვოს მარტო შენგან. იქ სამიზნესთან კამერა არ გვიდგა, საკეთ თავზე გავიკეთებ. ესე იგი შენ კამერა მაქვს. ეს არის კროსტური GT9000. სხვა კამერა ახლა არა მაქვს, მეტნაკლებად. სამიზნესთან რო დგას ხოლმე და ჟაკნები რო ხდება და ტყვიები და რო იღებს ხოლმე, ეს ის კამერაა. თავზე სამაგრი power bank-ით გავაძლიერებთ, რომ მალე არ დაждდეს და სხვადასხვა ტიპის ვაზნებს დავცხებთ. აბა 2 წუთი მინდა ახლა რომ ყველაფერი წყობაში მოვიყვანო და გავაგრძელოთ. ხო, მანამდე მინდა გითხრათ რომ ამ TOP-ზე როგორც ადრე გითხარით, მოხდა კონდახის და ცევიოს, ანუ ტიპჟირის შეცვლა. ეს ჩამოვიტანე ახალი, ეს არის კაკლის თავისი, იყო არყისხის მასალის და ახლა ამ საუბრის მერე წავა ვიდეო. თუ როგორი იყო ის ნიმუშით შევინახე და იმასაც გაჩვენებთ. 4-5 წუთიანი ვიდეოა და თუ მოითმენთ და უყურებთ, რა ვიცი, ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვისაც. ანუ აი როგორც წეგან გითხარით, ეხლა გაჩვენებთ მოკლედ როგორ მოხდა ამ კონდახის შეცვლა. ეს იყო თავისი მშობლიური, ამას აქვს პისტოლეტური ტიპის სახელური ქვია. ეს იყო არყის ხისგან დამზადებული, რაც მაგთოფებს სტანდარტულად მოყვებოდა ქარხნულად. უმეტესობას რა თქმა უნდა. არყის ხე რუსულად არის ბირიოზა. საკმაოდ იაფასიანი ხის მასალა იყო და მას და მას დიდი გამძლეობით არ გამოირჩეოდა და ამას ნახეთ რა მოუვიდა. აი დააკვირდით თუ ხედავთ, აი აქ ესე. ეხლა მომენტით არის ეს დაწებებული, მაგრამ აი ესეთი ბზარი გაუჩნდა. ხო და აი ეს ზედა ნაწილი საერთოდ ატყდა. აი მეორე მხრიდანაც ჩანს, აი ნახეთ. ეს მომენტით დავაწებე
მთლიანობა დაუბრუნე ისევ ამას, რომ შაბლონად დავიტოვე. კლასიკურად ქარხნული კონდახის ზომები რომ მქონოდა, ეს შაბლონი დავიტოვე და ესეთი ის ქონდა სამხრე მხარზე მისამაგრებელი, არანაირი ამორტიზებული პიჩი და ის არ ქონდა, უბრალოდ ეს არის პლასტიკი. ესეთი რაღაცა. ხო და აი ამ არყის ხის კონდახების ჭირი და უბედურება თითქმის ყველასე, ანუ ძალიან ბევრს იყო ის, რომ აი აქ მაჯაზე, სადაც გვიკიდია ხელი, ხდებოდა მისი გაბზარვა, გატეხვა, დაზიანება ზოგს, აქ ატყდებოდა, ან ამ ადგილას გადაიხსნებოდა ზოგს ქვემოთ. ძირითადი ეს მუშა ადგილზე ამ მაჯაზე ხდებოდა მისი დაზიანება. და როგორც უკვე გაჩვენეთ, ესეც ქარხნული არის, მოხდა ესეთი კაკლის კონდახით ჩანაცვლება. ზომები ზუსტად იგივე არის, ერთადერთი აქ ყველა ახალ დეტალს უნდა ხოლმე პადგონკა, ანუ მორგება. იმეებში რა, ზაზორებში დასმა. ხო და ეს უკვე სხვა კლასია, სხვა სტილია, ეს არის ნახეთ ინგლისური სტილის, ძალიან მომწონს ინგლისური სტილის კონდახები. M19 მქონდა, მე გავყიდე ეს საკმაოდ კაი პატივი მცა და კარგათაც მანადირა მრავალი წლის მანძილზე და იმასაც ინგლისური კონდახი ქონდა. და ესეთი სალოყე მონტე-კარლოს ტიპის და ამას უკვე აქვს ნახეთ საამორტიზაციო პიჩი, ანუ რეზინი სამხრეზე. და ეს არის უკვე კაკლის მასალა, გაცილებით გამძლე, გაცილებით მედეგი და მე თუ მკითხავთ, გაცილებით უფრო ლამაზი. მე მგონი აი შედარებაც კი არ შეიძლება ამათი. ამ ორი კონდახის. ვინ იცის ეს რომ კაკლის ყოფილიყო, ალბათ გაძლევდა კიდევაც, ან წიფელი რო ყოფილიყო. მაგრამ სამწუხაროდ მაშინ ისე იყო, რომ ბევრი უნდა გამოეშვათ და იაფი ფართო მოხმარების საქონელი. ძალიან კმაყოფილი ვარ მე ამ ინგლისური კონდახით, კაიხანი ვარჩევდი, კაიხანი ველოდებოდი, სანამ ეს ქარხნიდან არის უშუალოდ, ტოზის ქარხნიდან ჩამოტანილი, ქარხნული ნაწარმი არის და დიდი ხანი ველოდებოდი ამ მოდელის გამოჩენას. სამწუხაროდ ეხლა უკვე აღარ ხდება ჩამოტანა, მაგრამ როდესაც ჩამოვიტანეთ, მაშინ ძალიან გამიმართლა. აი სულ ეს იყო, რაც მინდოდა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მეთქვა. აი არ ვიცი ეხლა როგორ ავარჩიო, რომლით დავიწყო. მოდი დავიწყებ ქარხნული ვაზნებით. პირველი ეს რაც მარაგში აღმოვაჩინე, ეს არის ვაზნა ტახო, 11 ნომერი 30 გრამიანი. ალბათ კარგად ჩანს. ეს არის B2-ზე, კონტეინერში არ არის და ამას გავისვრი 25 მეტრიდან მარჯვენა ლულით, ნახევარი ჩოკით, ანუ იგივე 3 ჭრილით. ამ თობს ფიქსირებული აქვს ჩოკები არ აქვს. მარჯვენა აქვს 3 ჭრილი, მარცხენა 1 ჭრილი. ხო და პირველი ვხიოთ ალბათ ტახო. ყველაზე ესე იგი შრომატევადი და გამღლელი აქ არის ნატყვიარების თუ მოხვედრილი საფანტების მონიშნა ამ სიცხეში. ხო და ნელ-ნელა პატარ-პატარა პაუზებით ვეცდები რომ გავიდე ბოლოში. პირველი გასროლა როგორც გითხარით 25 მეტრიდან, აი ესე ზევით ავწევ და ჩავდებ. ტახო 11 ნომერი 30 გრამი.
ცოტა 16 კალიბრს უფრო ჭიდრო დალაგება აქვს. და ახლა საშუალო მანძილია მწყერზე 25 მეტრი, ახლა არ გიფრინდება ფეხიდან დაახლოებით ამ 3-4 წამში ამდენს გადის კიდე უფრო მეც თუ არა. და ახლა ვესრულოთ პირველი. ეს იყო პირველი გასროლის შედეგი. სამიზნე არის 60-60-ზე. უკრაინული ტახო 11 ნომერი 30 გრამი კონტეინერო, ანუ B2-ის ბიჟზე. აი ესეთი თანაბარი განაწილება აქვს ტახოს ვაზნას. გადავაკრათ ახლა სხვა და შემდეგი ქარხნული გავისრულოთ. ხო, ეს ყავისფერით რაც არის მონიშნული. ეს რაც ამ 60-60-ზე მოხდა, თორე გარეთ ალბათ ჩარჩოზე კიდე მოხდა, აღინიშნება, მაგრამ იქ აღარ მოუნიშნე. ძალიან ბევრია. სხვათა შორის სადაც წარწერა გავაკეთე, მანდაც ბევრი მონახვედრებია. უბრალოდ წარწერა აღარ გამოჩნდებოდა და მანდ გამოვტოვე მონიშნა. მეორე გასროლა ახლა გავაკეთოთ BPS-ის 28 გრამიანი 10 ნომერით. ესეც ქარხნულია. შეგახსენებთ, რომ ვაზნები არის 16 კალიბრის. მეორე გასროლა BPS-ი 28 გრამი 10 ნომერი. ამან სულ გადააყირავა სამიზნე. ეს იყო მეორე გასროლა BPS-ის ვაზნით 10 ნომერი 28 გრამი კონტეინერით. 60-60-ზე ცენტრი დააზიანა. მოხდა კარგად. მაგრამ გასროლისას აშკარად ეთყობა, რომ ცოტა მარცხნივ და ზემოთ გაიქცა. აქ ახლა ისეთი სიცხეა, რომ გაჩერება უკვე შეუძლებელია, ვითომ 6 საათი დაიწყო, ქარი არის, მაგრამ რა გითხრათ, ძალიან ცხელა. ერთს კიდე გავისვრი და დღეს ამით შევწყვიტავ გადაღებას, იმიტომ რომ ვერ გავძლებ ფიზიკურად. ქალაქში კიდე მეტი სიგრილე იყო. აქ ქარი არის, ნიავია, მაგრამ აი ნახეთ. ბალახი. მაგრამ სიცხეს არაფერი არ შველის. როგორც წეღანა თქვი, ისე დააჭირა სიცხემ. 6 საათისკენ რომ ამის მზის დარტყმა მივიღო. ერთი რვა გავისრულო, არ შეიძლება და ეს არის ლატუნის გილში დატენილი 9 ნომერი 26 გრამი. შევადაროთ, ეს კი ცოტა საფანტის და სხვილიც არის, მაგრამ მინდოდა რომ ჩემი
დატენილიც გამესულა, ისე შეუძლებელია გაჩერება და გადაღების გაგრძელება. დღეისათვის მესამე გასროლა ჩემი დატენილი ლატუნის მასრაში. 9 ნომერი 26 გრამი. ეს მესამე გასროლა დღეისთვის ფინალური იყო ლატუნის გილზით. დატენილი 9 ნომერი 26 გრამიანი სოკოლიზე. იმიტომ რომ დამახასიათებელი სოკოლის ცული ქონდა, თუმცა გულაში რო გავხედე ნამწვი არ იყო დარჩენილი. უბრალოდ ნამწვი კი არა, დაუძვავი დენთის ნამწვები არ იყო დარჩენილი. ცენტრი აქაც დაზიანებულია, თუმცა რადგან 9 ნომერია და თან 26 გრამი უფრო მეჩხრად არის. მაგრამ თვლი რომ მწყერზე სავსებით საკმარისია ესეც. ეხლა აქ რო გული არ წამივიდეს, ბოლო სიტყვაობას გავიქცევი სახში და იქ ჩავწერ და კიდე რაღაცეები მინდოდა მეჩვენებინა, რის გასროლას ვაპირებდი და დანარჩენს იქ დავასრულებ ამ ვიდეოს. იქ უკვე შეუძლებელი იყო სიცხის გამო გაჩერება და როგორც იტყვიან, კაი დროს მოვხიე იქიდან, თორე სიცხე დამაკრეჭინებდა კბილებს და დამაგდებდა იქვე. თორე დღეს დაგეგმილი გქონდა ერთი 10-მდე გასროლა სულ მცირე. ხო და 3 გასროლის მეტი ვერ გავაკეთეთ, ეს იყო, ესე იგი პირველი გავისროლეთ. იყო ესეთი ტახო. როგორც იცით, BPS-ი გავისროლეთ. და ჩემი დატენილი ლატუნის გილზი დატენილი 9 ნომერი 26 გრამი. გვინდოდა კიდე აი სტერლინგის მქონდა 10 ნომერი 28 გრამი, იგივე სტერლინგი მქონდა 9 ნომერი 28 გრამი. კიდე იყო წრეები, იყო კიდე ქარხნულებიდან. მეგონი მელიორიც იყო. რიო იყო კიდე 6 ნომრები. მელიორის გასროლაც მინდოდა, ეს ქარხნულებს რაც შეეხება 28 გრამიანი. მეგონი 10 ნომერია ესეც კი. იყო კიდე ესეთი აი YAF-ი, IAF-ი 10 ნომერი. რა თქმა უნდა, ჩემი დატენილებიც, როგორც ესე ზაკრუტკით სამსახვევით მოყვეული თავი, ეს იყო 9 ნომერი 24 გრამი. სოკოლზე მერე იგივე 9 ნომერი სოკოლზე და აი კრესტი აწერია, ანუ დისპერსანტი 24 გრამიანი ასეთ ჟეველოს კაფსულებზე. რაც ბევრი გასროლა ეს რაც იყო, ნახევარზე მეტი უნდა მესროლა სულ. ესეც ჩემი დატენილი 9 ნომერი 28 გრამიანი DVP სპიჟზე. ასევე პროკის პიჟებზე დატენილი. სოკოლზე დატენილი 8 ნომერი 28 გრამი, ოღონდ არა ევროკაფსულით კი არა, ჩვეულებრივი ესეთი ძველებური რუსული ჟეველოთი. ისე დღეში ვიყავი, ეს ფილმი როა, ხო ვიცით, უდაბნოს თეთრი მზეო. საიდი როა კისრამდე გაკოჭილი და ჩაფლული ქვიშაში და უკვე მილევად რეჟიმში როა. ბოლოს ჩაიდანს რო შეუერთებენ წყალით და მოასულიერებენ, აი ესე დღეში ვიყავი. კაი დროს გამოვასწარი. აი ტახო, ესეთი ტახო იყო. ესაც გავისროლე. კონტეინერო. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ულტანელმა სიცხემ თავის იქნა და გამოგვაგდო იქიდან. მე რომ მოვედი, მანქანიდან ერთი 10 წუთი არ გადმოვედი, სანამ სახში მოვიდოდი, კონდიციონერია ჩართულია, როგორც ყვინთავები რო გადიან დეკომპრესიას, ისე გავიარე დეკომპრესია მანქანაში, შევეჩვიე ცოტა
ნაკლებ ტემპერატურას და მე ამოვედი სიგრილეში, თორე შეიძლება იქვე წაქცეულიყავი. ეგეთი რაღაცა არ მახსოვს, რომ ასე ბოლომდე ვერ მიმეყვანა საქმე. ხო. ქარი იყო იქ საშინელი, ხრიალი გესმოდათ, მაგრამ აი ესეთი გამოსატანი მიკროფონი ტელეფონზე. მისაერთებელი აი ესეთი მიკროფონით ვიწერდი, მაგრამ იმ დონის ქარი იყო, რომ აქაც კი შრიალი აღწევდა. აი ეს უფრო ნაკლებად აკავებს ეს ღრუბელი, ეს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ქარი მაინც დავისაშვება. რაც შეეხება ლატუნის გილზებს, მე ამ ლატუნებზე კაიხანია უარი ვთქვი უბრალოდ სადემონსტრაციოდ, რამოდენიმეც არის დავიტოვე ვიდეოს გადაღების დროს. საშინელი ის არის რა, ეს ლატუნის გილზები, იმიტომ რომ უყურეთ, აქ არის ცენტრაბოის კაფსულა ჩამაგრებული. რომ მაგრდება, აქედან აპარებს მაინც გასროლისას იმას, კაუსტიკის შემცველ ნივთიერებას. არაგერმეტულია, ალბათ ბევრს გინახავთ. დიდი ხანი რო უდევთ და აქ რაღაცა მომწვანო ფერის ის რაღაც ისეთი დაფქვილული რაღაცა ჟანგირო არის. ანუ ლატუნი და ეს სპილენზი შედის რეაქციაში ან სინესტეზში ან იმაში და მერე ემართება ეგეთი რაღაცა და ცუდი იმიტოა რომ აქედან იმ კაუსტიკის შემცველ მასას რო აპარებს, მერე აგერ თოფის სანემსეზე ილექება ეს ყველაფერი. თოფის სანემსეებზე. ხო და ვინც ვერ შეეშვით ამ ლატუნებს და მაინც ხმარობთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ თანატარეთ პატარა ზეთიანი ნაჭერი და იმავე წუთში გაუსვით ხოლმე დაფებს, თუ გინდათ რომ დაფები კარგ მდგომარეობაში შეინახოთ, აინახეთ. გადასარევ მდგომარეობაში ეს ჩემი თოფიც და ესე ვთქვათ, ეს ვარანენიე ბოლომდე არც კი აქვს გაცლილი. ფაქტიურად ახალია ეს თოფი. ბაბუისგან დარჩენილი და უფრთხილდები. საკმაოდ მსუბუქია, მწყერზე მაგარი კომფორტულია სატარებლად და ის არის მსუბუქია და ძალიან მოხერხებულია. დამღლელი არ არის, რასაც ვქვია, თოფს კიდე აქვს იდეალური მიტანა და ჭრა აქვს. დღეს სპეციალურად ახლა მარცხენა რულით, ანუ ერთი ჭრილით სრული ჩოკით არ ვისროლე, იმიტომ რომ იმ სამიზნეზე ნახატზე უფრო მჭიდრო იმას მივიღებდით სურათს. აი სულეს იყო რისი თქმაც მინდოდა, რაც მინდოდა რომ ეს აღნიშვნა გამეკეთებინა და მომეყოლა. დროებით ახლა დაგემშვიდობებით, როგორც ვიდეოს დასაწყისში აღნიშნე, სულ რაღაც 2-3 კვირაა დარჩენილი სეზონის გახსნამდე და თუ ცოტა აგრილდა, კიდე რაღაცა მე და ირაკლეს გვაქვს დაგეგმილი, თუ მოვახერხეთ იმ დაგეგმილის შესრულება, ალბათ გადავიღებთ და მინდა რომ ნადირობის სეზონამდე მოვასწროთ და გადავიღოთ. მერე უკვე იქნება ვიდეოები უშუალოდ ნადირობებიდან და გახსოვთ ხო სეზონი რო დაიხურა 1 მარტს ვიდეო გადავიღეთ, მე და ირაკლი მტყვევს რომ ვასხავდით, აგერ ახლა გამოჩნდება ეს სურათიც მაგ ვიდეოსი ჩვენ არხზე დევს. ხო და პირველივე დღიდან უკვე ათვლას ვაკეთებდით ნადირობის სეზონის გახსნას, მოაკლდა 1 დღე, მოაკლდა 1 კვირა, მოაკლდა 2 კვირა, მოაკლდა 1 თვე. ძალიან ბევრ ვიდეოში ვამბობდით და აგერ ასე გაზაფხულზე სეზონის დახურვიდან 1-15-მდე ვიდეო გვაქვს უკვე გადაღებული, სადაც ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ კლებად რეჟიმშია ეს დრო და მალე მოვა ახალი სეზონია და აგერ ხალხი უკვე ემზადება ვაზნებს იძენს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გაძვირებულია ეს ვაზნებიც და ეს ძველი მარაგებიდან მაქვს ესენი ჯერ კიდევ შემორჩენილი. ეს 16 კალიბრზე რაც მაქვს დატენილი, ალბათ 3-4 ნადირობაზე მეყოფა წყერზე. თუ შაშანდელივით იყო მწყერი, შეიძლება 1-5 წელიც ბეღოს. თუ არ აგრილდა, წვიმა არ წამოვიდა და ისევ არ გადაამწვანა, განემო რაღაც მე ეჭვება, რომ ჩვენ მხარეს კარგი სეზონი იყოს. ცოტა გამიგრძელდა ახლა სიტყვა და
მოდი ახლა ამით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე და ყველასთვის კარგი სეზონი ყოფილიყოს და შედეგიანი, რაც თავარია და უსაფრთხო. აბა დროებით.